აკნეს მართვა ხშირად ხანგრძლივი და არც თუ ისე იოლი გზა არის ხოლმე როგორც პაციენტებისთვის, ასევე ექიმებისთვის. თუ კი ადრე ითვლებოდა, რომ არაფერ კავშირში არ იყო მაგალითად რაღაცა კვება, ხო? აკნეს სიმძიმესთან, აკნეს დამძიმებასთან, ახლა აღმოჩნდა, რომ ნამდვილად აქვს გავლენა. ამ ტიპის ვიდეოებში არის ძალიან სწრაფი შედეგი ნაჩვენები, ხო? ანუ პრობლემა და როგორ მოგვარდა ერთ წამში. ამ დროს აკნე ნამდვილად საჭიროებს თანმიმდევრულობას, რეგულარულობას და დროს. იწყება მსუბუქი აკნეს მკურნალობა შეიძლება დაიწყოს სისტემური იზოტრეტინოინით. ჩვენება ამ მედიკამენტის დანიშვნისა არის მძიმე აკნე. ან რეზისტენტული აკნე სხვა მკურნალობების მიმართ. აკნეს საწინააღმდეგო ვაქცინა. რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინი? ნიშნავს თუ არა ძვირი უკეთეს კანის მეულის პროდუქტი? არ ნიშნავს, არ ნამდვილად არ ნიშნავს. აკნე კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც ბევრს შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან მარტივი პრობლემა ეგონოს, თუმცა რეალურად აკნე არის კომპლექსური პროცესი, რომელიც აერთიანებს კანის ბიოლოგიას, იმუნურ სისტემას, მათ შორის მენტალურ ჯანმრთელობას, ჰორმონებს, ცხოვრების წესს და სხვა მრავალ ფაქტორს. სწორედ ამიტომ აკნეს მართვა ხშირად ხანგრძლივი და არც თუ ისე იოლი გზა არის ხოლმე როგორც პაციენტებისთვის, ასევე ექიმებისთვის და დღევანდელ ეპიზოდშიც, რომელსაც ტრადიციულად წერ ჩვენს მეგობრებთან პოდკასტ არეაში ამ თემას შევეხებით თანამედროვე დერმატოლოგიის ჭრილში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით, უახლესი კვლევებით და იმ კითხვებით, რომლებიც ხშირად პასუხგაუცემელი რჩება ხოლმე, ან შეიძლება საერთოდაც არ იყოს დასმული. თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯანსაღ დიალოგს, რომელიც გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ დერმატოლოგი მაკა დოღოზაშვილი, რომელსაც უმასპინძლებ მე, ალექსანდრე ჩხიკუშვილი, ბოლო მონაცემებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი. მაკა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, პატივია ჩემთვის თქვენი მასპინძლობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კეთილი, მაყურებელს და მსმენელს განვუმარტავ, რომ ჩვენ დერმატოლოგიის ირგვლივ უკვე არაერთი ეპიზოდი გვაქვს ჩაწერილი, მათი ბმულები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვიდეოს აღწერაში, ასევე გამოწერა და დალაიქება და კომენტარება არ დაგავიწყდეთ და სულ იყო მოთხოვნა მაყურებლისგან და მსმენელისგან, რომ ამ თემაზეც ჩაგვეწერა ერთი ეპიზოდი და მართლაც რომ აქტუალური ესეთი თემა არის, მუდმივად აქტუალური თემაა და სიახლეებით დატვირთული, ხო? და ეს პარადიგმა აკნეს შესახებ დროთა განმავლობაში სულ იცვლებოდა, ხო? თუმცა აქამდე ეს კლასიკური დეფინიციით ვიცით, რომ 4 ესეთი ძირითადი მექანიზმი არის ჩართული აკნეს განვითარებაში, რაც არის ეს ჰიპერკერატოზის, ცხიმის ჭარბი წარმოქმნა, ბაქტერიული გამრავლება თვითონ ფორში და ასე ვთქვათ ანთებითი პროცესი. დღეს თუ შეიცვალა ეს პარადიგმა თანამედროვე დერმატოლოგიური გაგებით, ანუ შეიძლება თუ არა ეს მივაწეროთ რაღაცა იმუნოლოგიურ დისფუნქციას, ან სისტემურ ანთებას, ან აი ტერმინოლოგიურად განმარტებითად, აი ზუსტად რო ვიცოდეთ რა არის დღეს თუ აი ამ განმარტების დონეზე შეიცვალა აკნეს გაგება. კი, ძალიან ისეთი სწორი აქცენტები დასვით, რომ კომპლექსური და სისტემური პრობლემაა, იმიტომ რომ პირველ რიგში არის კანის ხილულ ადგილას, ხო? ანუ რომელიც ყველასთვის შესამჩნევია, ყველა ხედავს, ეს არის სახე, შუბლი, ლოყები, სიწითლე, კომედონები, პაპულები, პუსტულები, ჩირქოვანი ელემენტები და ამას ყველა ამჩნევს. ამიტომ არ კარგავს სწორედ აქტუალობას. აი, ბევრი მიმართულება აღნიშნეთ და მათ შორის მენტალური ჯანმრთელობაც, გავლენა თვითშეფასებაზე, ცხოვრების ხარისხზე და სწორედ ამიტომ არის ესეთი მუდმივად აქტუალური. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ანუ ბოლო პერიოდში შეიცვალა თუ არა ეს 4 ძირითადი, ანუ რაც თქვით, ესე იგი ჰიპერსეკრეცია, ანუ ჭარბი ცხიმის წარმოქმნა, შემდგომში უკვე კერატინიზაციის პროცესი, ანუ ჭარბი მკვდარი უჯრედების დაგროვება, ბაქტერიის კოლონიზაცია, არის ხოლმე კუტი ბაქტერია აკნე, იგივე პროპიონ ბაქტერია აკნე და შემდგომ ორგანიზმის პასუხი ანთებითი. და შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს გარკვეულ იმუნურ დისფუნქციად. ერთი ბოლო პერიოდში კიდევ რაც შეიცვალა არის, რომ ანთება, რომელიც MAG4 ჩამოთვლილ ფაქტორში იყო ხოლმე ბოლო ადგილზე, ცოტა ადრე გადავიდა. ანუ ითვლება, რომ ანთება იწყება ძალიან ადრე, აი მაშინ, როდესაც მიკროკომედონის ფორმაცია იწყება. როდესაც ჯერ სახეზე შეიძლება დიდი ცვლილებები
კლინიკურად არც ემჩნეოდეს პაციენტს, მაგრამ კომედონიც რომ გავმარტოთ. კი, კომედონი ეს არის ესეთი ღია ან დახურული წარმონაქმნი ჭარბი ცხიმის სეკრეტისა, რომელიც შეიძლება იყოს შავი წერტილის სახით, რატო არის ხოლმე შავი? იმიტომ რომ მასში დაგროვილი ცხიმი ჰაერთან შეხებისას იჟანგება და შავდება. კი, და შემდგომში მას მკვდარი უჯრედით შეიძლება იყოს გარკვეული, ყოველ შემთხვევაში ჰიგიენასთან დაკავშირებული, ესე პირდაპირ კავშირში არ არის. და დახურული, რომელსაც სადინარი არ აქვს, ბოლომდე გახსნილი და მასში მოხდა დაგროვება ჭარბი ცხიმისა და გარედან უფრო თეთრი ამობურცული ესეთი წარმონაქმნის შესახედაობა აქვს, შეიძლება პირდაპირი განათებით არა, უფრო გვერდითი განათებით გამოჩნდეს ხოლმე ეს ამობურცულობები. და მათი ფორმირება როგორც კი იწყება, მაშინვე გარკვეული ანთებითი გზების, ასე ვთქვათ, გააქტიურება იწყება სხვადასხვა მიმართულებით. იმუნური დისრეგულაცია შეიძლება იყოს კანის დონეზე, ასე ვთქვათ. არა რაღაცა სისტემური, არამედ კანის დონეზე. და ასე ვთქვათ, აი სხვა ფაქტორები, ეს 4 მექანიზმი ვახსენეთ, მაგრამ ხშირად აკნეს პროვოცირებას, ან გამწვავებას, ან წარმოშობას უკავშირებენ ასევე ჰორმონებს, სტრესს, გენეტიკას მათ შორის, ხო? აი ეს ფაქტორები რამდენად არის ხელშემწყობი, იმიტომ რომ ხშირად აკნე პირველად ვლინდება სწორედ მოზარდობის ასაკში, ხო? და რაღაცა სხვა ჰორმონები, სქესზე დამოკიდებული მათი დონე ორგანიზმში იწევს მაღლა, ხო? და მკვეთრად იწევს და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. ანუ ეს დანარჩენი მექანიზმები, მათ შორის ეს უშუალოდ კანზე არსებული მიკროფლორა, ასევე აი ამ ფაქტორებს რა გავლენა შეიძლება ქონდეს აკნეს გამწვავებაზე ან წარმოშობაზე? ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ქონდეს, როგორც აღნიშნეთ, ჰორმონალურ ფაქტორს მნიშვნელოვანი გენეტიკით რეგულირდება ის, რომ რამდენად ჭარბი პროდუქცია ხდება ჰორმონებისა და რამდენად ჩვენი კანი მგრძნობიარე არის ამ ჰორმონების მიმართ, განსაზღვრავს ამას გენეტიკა, როგორც აი მოზარდობის ასაკი აღნიშნეთ და ამ დროსაც ბევრი პრობლემა აქვს ხოლმე მოზარდს და ემატება აკნე, რაც დაკავშირებული არის ტესტოსტერონის, ძირითადად მამაკაცური ტიპის ჰორმონის ფლუქტუაციასთან, ჭარბ გადმოსროლასთან და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული შემდგომში ჭარბ ცხიმის პროდუქციასთან და ჭარბ კერატინიზაციასთან, ანუ ჭარბი ესეთი კერატინის პროდუქციასთან. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, არის მეტაბოლური ფაქტორებიც უკვე დაგროვდა საკმაოდ ბევრი მტკიცებულება ამ მიმართულებითაც. აი თუ კი ადრე ითვლებოდა, რომ არაფერ კავშირში არ იყო მაგალითად რაღაცა კვება, ხო? აკნეს სიმძიმესთან, აკნეს დამძიმებასთან, ახლა აღმოჩნდა, რომ ნამდვილად აქვს გავლენა მეტაბოლურ ცვლილებებს ორგანიზმში. მათ შორის საკვებსაც. ანუ რაც ნამდვილად ვიცით, მაგალითად აი მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები, ანუ ტკბილი, ან ზოგიერთი რძის პროდუქტი და თვითონ რძეც. ანუ რაც ზრდის, ასე ვთქვათ, შაქრის დონეს სისხლში, შემდგომში ინსულინის მატებას და ეს აქტიურებს ანთების დონეს ორგანიზმში და შემდგომში პირდაპირ კავშირშია ისევ ცხიმის სეკრეციის მომატებასთან. ანუ ეს გზაც არის დამტკიცებული, რომ ნამდვილად არსებობს და აქვს დიდი როლი აკნეს დამძიმებაში. კი, ეს თან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სიახლე შეიძლება უწოდოთ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მე მესმოდა, რომ კვებას და აკნეს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, რაც ასე არ არის, როგორც უკვე ბოლო კვლევებით მტკიცდება. დიახ, პროტესტიც კი იყო ხოლმე პაციენტების მხრიდან, მე ვიცი, რომ კვებასთან კავშირში არ არის. აი, მეგობრებში ხშირად გამიგონია, ამას რო ვჭამ, აი შოკოლადს რო ვჭამ, ვიცი, რომ იმ საღამოს უნდა დამაყაროს. და ხო, ნუ შეიძლება გამონაყარი სხვადასხვანაირი იყოს და ის მას რაც აკნე გონია, ის აკნე არ იყოს და სხვა ტიპის გამონაყარი იყოს, მაგრამ აი ნამდვილად რომ აკნეა, მე დადასტურებული ექიმის მიერ ასეთ შემთხვევებზე ვსაუბრობ. ამიტომაც ვთავთ ხოლმე პაციენტებსაც, ანუ ზოგს ნამდვილად უმძიმდება აკნე კვებასთან დაკავშირებით, მაგალითად შეჭამა საღამოს ტკბილი, დილას ერთი ახალი ელემენტი ოჯოხი გამოსდის, ან ბევრი დაიტვირთა რძის პროდუქტით და აკნე უმძიმდება. ამიტომ აი ეს დიალოგი აუცილებლად არის რომ პაციენტთან საწარმოებელი, რომ არსებობს ასეთი გამწვავების გზაც და დამძიმების გზაც და შემდგომში პაციენტი უფრო ყურადღებით აკვირდება. არიან პაციენტების ჯგუფი, რომელთანაც ნამდვილად კვებას არ აქვს დიდი გავლენა მისი აკნის, ხო,
გამწვავებაზე ან დამძიმებაზე. და ჩვენს მსმენელსაც რო განვუმარტოთ, აი სწორედ აქ არის ექიმის რაღაცა კომპეტენცია და უნარების ჩართულობა საჭირო, როდესაც შეიძლება საკმარის ინფორმაცია დაგროვებული არ იყოს ჯერ სამედიცინო ლიტერატურაში, ან დაგროვებული იყოს უბრალოდ ეს კორელაცია ან მიზეზშედეგობრივი კავშირი ჯერ კარგად ახსნილი არ იყოს, აი ეს პაციენტის ინდივიდუალური შემთხვევები უკვე ექიმის განსახილველია, ხო თუ უეჭველად უკავშირდება კონკრეტული ქცევა შემდეგ რაღაც სიმპტომის განვითარება, სწორედ აქ ვერ გვეხმარება AI მაგალითად და აქ გვეხმარება ექიმი ჯერჯერობით, სადაც ესე თქვა, ასე მტკიცებულებების ნაკლებობა არის გარეთ, შეიძლება ინდივიდუალურად ეს პირადი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად გახდეს საჭირო რაღაცა ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება, კი. კეთილი. აი გული არ მithmes რომ ეხლა არ დავსვა ეს კითხვა, რახან შევეხეთ მოზარდობის ასაკში ამ აკნეს პირველი გამონაყარის განვითარებას, ხო? აქ აი ცოტა მენტალურ ჯანმრთელობას მინდა რომ გადაუკრათ ასე ვთქვათ და ხშირად მომისმენია მშობლებისგან, ან მზრუნველებისგან ამ მოზარდების რომ აი თავისით გაივლის ან რაღაც არაუშავს ან ასე შემდეგ, როდესაც ეს ამ ასაკში განსაკუთრებით, როდესაც ადამიანი რაღაც სამყაროს ეცნობა და ეს სოციალური მზერა განსაკუთრებით მოქმედებს ადამიანის თვითშეფასებაზე, უფრო ცნობიერია და მტკივნეული საკითხია ხოლმე, ხო? მოზარდებს თავი უშნოები გონიათ ამ დროს, რაღაცა იკეტებიან, ასე შემდეგ გარეთ გასვლას ერიდებიან. რამდენად სწორი მიდგომა არის ეს, რომ აი თავისით გაივლის თუ აი მშობლის მხრიდან რა არის სწორი ქმედება ამ დროს ბავშვთან მიმართებით? კი. ნამდვილად ყურადსაღები არის ამ დროს მოზარდის გვერდით დგომა, თან ესეთი მჭიდრო კომუნიკაცია და იმისი კარგად გათავისება, რომ არის აკნეს ფორმები, რომლებიც ნამდვილად არ გაივლის თავისით. შეიძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათი და აუცილებლად დაჭირდეს ექიმის ჩართულობა და დროულ ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დროულ დასაწყის, დროულ მართვას, თუნდაც სწავლებას მოზარდისთვის როგორ მართოს ეს აკნე, როგორ ჩასვას დღის რუტინაში, ის 2-3 წუთი, როცა გარკვეული ძალიან მარტივი რუტინა უნდა დაიმახსოვროს იმისთვის, რომ არ დაუმძიმდეს აკნე, ან არ დარჩეს ნაწიბური მაგალითად. აი ყოფილა ნამდვილად რომ მოდის პაციენტი სხვა კანის პრობლემით, რაღაცა გამონაყარი ან ალერგია ან სულ სხვა კანის პრობლემა არის და არ გითმეს გული რომ როდესაც სახეზე უყურებ აკნეს გამონაყარს, მშობელს უთხრა რომ აქ რა ხდება და ეს სასაკობრივია. გაგცემს პასუხს არ ჩათვალა პრობლემა, თან ჩათვალა რომ ეს სასაკობრივია, მე რა რომ ასაკობრივია და ასაკთან ასოცირებული არის, ხო? მართვა აუცილებლად სჭირდება, აუცილებლად სჭირდება, კი. აქ აი რა მნიშვნელობა აქვს ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ TikTok დერმატოლოგიას, აი რამდენად ხელს გიშლით ეს ექიმებს, იმიტომ რომ ხშირად ისე ხდება, რომ ასეთი ფართო ხელმისაწვდომების გამო ამ ციფრულ ტექნოლოგიებთან ადამიანები თვით დიაგნოსტიკას ეწევიან, თვით მკურნალობას, ხშირად შეცდომა შეიძლება მარკეტინგით განპირობებული და ნაკარნახები ვიდეო იყოს რაღაც, რაც შეცდომაში შემყვანი შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტულად პაციენტისთვის და გაიუარესოს მდგომარეობა. ამიტომ აი ესე დავაფორმულირებდი ჩემ კითხვას, რომ შეიძლება უსახსრობის გამო ან ზუსტად იმის გამო, რომ ადამიანებს და მოზარდებს მათ შორის გონიათ, რომ ინტერნეტიდანვე შეიძლება სწორი ინფორმაციის მოპოვება, ექიმთან შეიძლება სულაც არ გადაწყვიტონ მისვლა. აი ამას რა შეცდომები შეიძლება მოყვეს და ზოგადად მაინც აი თუ შეგვიძლია ამ სტუდიიდან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, რაღაცა ისეთი განმასხვავებელ ნიშნებზე გაუსვათ ხაზი, აკნესი, რაც მას გამოარჩევს კანის სხვა მდგომარეობებისგან, რაღაც როზაცია იქნება ეს თუ სხვა ტიპის მდგომარეობებისგან, რომ თვითონ ადამიანი თუ არ მიდის ექიმთან, თვითონ მაინც მიხვდეს და აღიქვას, რომ ეს ნამდვილად აკნეა და არა სხვა მდგომარეობა. კი, ესეც დიაგნოსტიკის კუთხითაც და მკურნალობის კუთხითაც, რომ უფრო მეტად კრიტიკული იყოს ტენდენციური ვიდეოები გაარჩიოს რეალურად სამკურნალო მიმართულების. კი, ამაში ძალიან ისეთი სიფრთხილე არის საჭირო, პირველ რიგში კრიტიკული უნდა იყოს მოზარდი, თუმცა უჭირს ხოლმე იმ ასაკში, რომ იყოს კრიტიკული, უფრო ორიენტირებულია, რომ მიიღოს შედეგი. პირველი ის, რომ აი ამ ტიპის ვიდეოებში არის ძალიან სწრაფი შედეგი ნაჩვენები, ხო, ანუ პრობლემა და როგორ მოგვარდა ერთ წამში. ამ დროს აკნე ნამდვილად საჭიროებს თანმიმდევრულობას, რეგულარულობას და დროს. აი 6-დან 8 კვირამდე დრო მაგალითად
არის პროგრამა მინიმუმი, რაც გჭირდება, რომ სახეზე შეატყოთ სულილება, გაუმჯობესება. ამ დროს ვიდეოში მოლოდინი მოზარდს ისედაც აჩქარებულები არიან დღევანდელ დღეს მოზარდები ყველაფერში ძალიან სწრაფად უნდა და აი აკნეზეც აქვთ მოლოდინი, რომ ძალიან სწრაფი შედეგი უნდა მიიღონ და იმედგაცრუება აქვთ ხოლმე. მე აი ხო თითქოს აი ის რომ მაგალითად 2 კვირა შეასრულა ექიმის დანიშნულება, მაგრამ აკნე გაუმწვავდა პირიქით, არის მისთვის სრულიად მიუღებელი. ამ დროს სრულიად ახსნადი არის რატომ გართულდა პირველი 2 კვირის განმავლობაში აკნე დანიშნული მკურნალობის ფონზე, იმიტომ რომ დაიწყო სიღრმიდან გახშირებული ასე ვთქვათ სწრაფი დაყოფა უჯრედებისა, ეს რეტინოიდებს ახასიათებს, თუნდაც ადგილობრივ რეტინოიდებს მედიკამენტებს, რომლებმაც გააძლიერა ესეთი აჩქარა კერატინიზაციის პროცესი, რომ ეს დაგროვილი მკვდარი უჯრედი მოცილდეს და სიღრმიდან კომედონები რომ ზედაპირზე ამოვიდა, პირველი 2 კვირა გართულდა. ამისი ახსნა TikTok ვიდეოთი არის ძალიან შეუძლებელია. შეუძლებელია, მაგრამ ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ ეს TikTokერები, ასე ვთქვათ, რომ თითქოს უცებ გიგوارებს პრობლემას. აი ისე არის, რომ ეგრეთ წოდებულ დიეტას რო იწყებს ადამიანი და დიეტოლოგი რო მარილიანის შეზღუდვას ურჩევს და წყლის გამოდევნის ხარჯზე რო პირველ დღეებში ძალიან სწრაფი ეფექტი რო გაქვს, მაგრამ სინამდვილეში რო არა. კი ეს. ნუ არის ხოლმე რომ ერთი უნივერსალური პროდუქტი და როგორ მთლიანად მეშველა ყველაფერს ამ დროს ძალიან დიდი განსხვავება როგორი ტიპის აკნე არის, კომედონური არის, ანთებადი არის, ჰორმონალური აკნე სამივე მიმართულებას აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტები ჭირდება, განსხვავებული აქტიური ინგრედიენტები ჭირდება. ამაში ძალიან შეცდეს და მიიღოს პირიქით ეგრეთ წოდებული აი over treatment-ი ქვია ინგლისურ ენაზე, ანუ ზედმეტი პროდუქტების გამოყენება. ყველაზე ხშირი არის ხოლმე გამწვავებული აკნეს ზედმეტი პროდუქტების, რომელიც მოისმინა სადღაც ვიდეოდან რჩევით სოციალურ ქსელში და დაიწყო ერთდროულად ბევრი მოვლის პროდუქტის გამოყენება. ამან გამოიწვია კანის ბარიერული ფუნქციის შეცვლა და ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ თქვენც ახსენეთ კანის მიკრობიომი აქვს ძალიან დიდი გავლენა კანის ჯანმრთელ ბარიერს, ლიპიდურ ბარიერს იმაში, რომ იგივე აკნეს მართვა წავიდეს სწორად, იგივე შეხორცების აღდგენის პროცესები არ დარჩეს პოსტაკნე ლაქები და როდესაც ბარიერული ფუნქცია ირღვევა იმ არასწორი პროდუქტების გამოყენებით ან ჭარბი პროდუქტების ზედმეტი ნაბიჯების გამოყენებით, როგორც კი ბარიერული ფუნქცია იცვლება კანისა, არის ეგრეთ წოდებული ტრანსეპიდერმალური წყლის კარგვა იწყება. ანუ კანი კარგავს წყალს, დეჰიდრატირდება, იმიტომ რომ ბარიერი შრება მარტივიანით, რო ვთქვათ კი. ესე იგი, ნახეთ როგორი რაღაცა პარადოქსული მოვლენა ხოლმე, რომ ესე იგი ცხიმი ჭარბი პროდუქცია ხდება, მაგრამ წყლისგან შრება. და წყლისგან გამოშრობა იწვევს პირიქით პარადოქსულ გაძლიერებას ცხიმის გამოყოფისა და აკნე მძიმდება. ესეთი გზა არის, იგი ზედმეტი მკურნალობა, წყლისგან გამოშრობა, აკნეს დამძიმება. ესეც ხშირია ხოლმე. კეთილი. ანუ ჩემთვის რო შევაჯამო პირველი, ანუ ეს ვთქვათ, რომ ერთი რაღაცა ჯადოსნური საშუალება არსებობს, რომელიც ერთ დღეში აკნეს გაგიქრობს და მეორე არ ღირს თვით დიაგნოსტირება, თვით მკურნალობა, იმიტომ რომ ამას შეიძლება პირიქით გაამწვავოს ჩვენი მდგომარეობა, დაარღვიოს კანის ბარიერი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გააუარესოს ჩვენი აკნე და ანუ საწყისსავე ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ექიმის ჩართულობით ხდებოდეს აკნეს მართვა პირველ რიგში, იმიტომ რომ დადასტურდეს პირველ რიგში ნამდვილად რომ აკნეა და არა რაიმე სხვა მდგომარეობა და მე მიყვეთ ეტაპობრივად და სწორი მოლოდინები შევიქმნათ იმ დროზე, რაც სჭირდება აკნეს მკურნალობას. საშუალოდ აი ესე აი ქრონიკული აკნეს შემთხვევაში არა ერთეულოვანი გამონაყარის დროს, აი საშუალო ხანგრძლივობა მკურნალობის რა არის? აი სუბუქი საშუალო მძიმე აკნე, აი ესე რომ დავუყვოთ ამ უნდა გვახსოვდეს, რომ აკნე თავისი ბუნებით ქრონიკული ანთებადი დაავადება. შეიძლება მაგალითად მწვავე აკნეს მართვას დაჭირდეს გაუმჯობესებას, აი 6-დან 8 კვირამდე ვადაში დაიწყოს კანმა გაუმჯობესება, პროგრესულად გაუმჯობესდეს პაციენტმა ისწავლოს მართვა, მაგრამ შეწყვიტოს რაღაც ეტაპზე, თუნდაც ეს რუტინა
ძალიან მარტივი არ არის რთული რუტინა, მაგრამ შეწყვიტოს იმის გამო, რომ კანი გაუმჯობესდა და გარკვეული პერიოდის მერე მოხდეს ისევ რეციდივი, გამწვავება. ამისგან დაზღვეულები არ ვართ. ამიტომ თავარია პაციენტმა ზუსტადაც ისწავლოს, რასთან აქვს შეხება, რა დაავადება არის და თუნდაც ის მარტივი რუტინა, ისედაც ხომ ვიბან სახეს, ისედაც ხო გარკვეული ტიპის პროდუქტები გვჭირდება ჰიგიენისთვის. აი აკნეს მოვლა და გარკვეული აქტიური ინგრედიენტები ან თუნდაც მედიკამენტები, რომელიც მას სჭირდება, შეიძლება რომ პერმანენტულად გარკვეული პერიოდულობით დაჭირდეს. შეიძლება იყოს ეტაპი, როდესაც მარტო მოვლით შემოვიფარგლოთ, შეიძლება იყოს საშუალო ფორმა, როცა მოვლასთან ერთად დაგვჭირდეს გარკვეული ადგილობრივი საშუალებები, თქვათ, იქ არის მაგალითად ბენზოილ პეროქსიდთან ერთად წერტილოვანი აკნეს სამკურნალო პროდუქტია, ან რეტინოიდთან ერთად და მძიმე აკნე, რომელიც შეიძლება საჭიროებდეს მედიკამენტოზურ ჩარევას, მძიმე აკნეს დროს შეიძლება სისტემური მკურნალობა, რა თქმა უნდა, გახანგრძლივდეს და იყოს თუნდაც 6-9-12 თვის განმავლობაში და შემდგომში გახანგრძლივდეს ადგილობრივი მხარდაჭერით, ადგილობრივი მკურნალობით, სისტემური მოიხსნას და დასრულდეს. კეთილი, აი, რამდენჯერმე ვახსენეთ ეს ჰორმონული აკნე, ხო? აქ იგულისხმება რაღაც მოზარდობის პერიოდში ამ ჰორმონების ჭარბგამომუშავებასთან დაკავშირებული აკნე თუ სხვა მდგომარეობების დროსაც, მაგალითად, ორსულობის დროს აკნე, ასევე menstrualuri ციკლის სხვადასხვა ფაზებში წარმოშობილი აკნე, მაგალითად კაცებში ადამიანები რომლებიც სტეროიდებს იღებენ, სტეროიდული აკნე. ანუ ჰორმონულ აკნეს ჩვენ ამ შემთხვევაში რას ვეძახით და თქვენ ასევე ბრძანეთ, რომ ამ დროს მკურნალობა სხვანაირია, სხვა ტიპის აკნეებისგან განსხვავებული, ხო? აი რა არის განსხვავებული ამ ჰორმონულ აკნეს შემთხვევაში, თუნდაც მკურნალობის ნაწილში, თუნდაც მექანიზმის ნაწილში. კი. აი მოზარდობის აკნეს რომ ვახსენეთ მოზარდების ასაკთან უბრალოდ დასაწყისი უკავშირდება და ამ აკნეს ჩვეულებრივ ვულგარულ აკნეთ მოვიხსენიებთ, ანუ ამას არ უწოდებთ ჰორმონალურ აკნეს მოზარდობის ასაკში. უფრო ჰორმონალურ აკნეთ მიიჩნევა მაგალითად ქალბატონებში არის ხოლმე ძირითადად ქვედა-მესამედში ლოკალიზებული აკნე, სახის ქვედა-მესამედში. აი ყბის გაყოლებაზე შეიძლება ყელთან, შეიძლება აი ესე ქვედაყბის მიდამოში ლატერალურად შეიძლება იყოს ანთებადი ელემენტები, რომლებიც menstrualur ციკლთან იყოს დაკავშირებული და მწვავდებოდეს ყოველთვე პრემენსტრუალურ პერიოდში. ამას უწოდებთ ჰორმონალურ აკნეს. ძირითადად არის ხოლმე შედარებით გვიან ასაკში, 30-35 წლის შემდეგაც კი 25 წლიდან ზევით გვიან აკნესაც უწოდებთ და ჰორმონალურ აკნესაც. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობაში ჩვეულებრივ კლასიკურ აკნეს საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად ანტიანდროგენების ჩართვა მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის უნივერსალური რეკომენდაცია, შეიძლება ამის გარეშეც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს აი ანტიანდროგენი ქალბატონების შემთხვევაში მაგალითად სპირონოლაქტონის სახელწოდებით გამოყენებით კი, რომელიც ანდროგენ რეცეპტორის ბლოკერია და მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს, იმიტომ რომ სხვა საშუალებებით საკმაოდ რეზისტენტული არის ხოლმე მკურნალობის მიმართ ასეთი აკნე. მამაკაცებში აი ხშირად ჰორმონალური აკნე არის დაკავშირებული ზურგის და გულმკერდის აკნეს გამწვავებასთან. ისედაც მამაკაცებში ვიცით რომ უფრო დიდი ზომის ცხიმის ჯირკვლებია და ისედაც ზურგზე და გულმკერდზე ან პანის აკნე, ისედაც დიდი რაოდენობით არის ცხიმის ჯირკვალი და დიდი ზომის არის. მით უმეტეს თუ კი რაღაცა ტიპის ტესტოსტერონის ბუსთერებს, ასე ვთქვათ, იღებენ, ხშირად არის ხოლმე ეს აქტიურ აი ფიტნესთან დაკავშირებული თუ არის პროფესიული ან არის ინსტრუქტორი. არ შეიძლება არ იყოს, მაგრამ გატაცებული იყოს ძალიან ამ ვარჯიშებით და მიიღოს არა ხო ესეთი არაკონტროლირებული ხო სტეროიდული ვთქვათ დანამატები, რომლებიც არ კონტროლდება FDA-ის მიერ, ხო ამერიკის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ. შეიძლება გარედან ეწეროს მხოლოდ რაღაცა, ვთქვათ, პროტეინი, მაგრამ დანამატის სახით შეიძლება სკანდალი ყოფილა, როცა აღმოუჩენიათ იქ სტეროიდი, მათ შორის და სხვა ისეთი ნივთიერებები. კი, და მე ეს არის ხოლმე დაკავშირებული ეს DHT-ის გააქტიურებას. ეს არის დიჰიდროტესტოსტერონი, რომელიც იქვე არის თმის ძირში მოთავსებული მისი რეცეპტორი და ესეც ძალიან პროგრესულად
აძლიერებს ცხიმის ჭირკვლის სეკრეციას და აკნეს გამწვავებას. თვითონ თავისთავად ფიზიკური დატვირთვა ეს ხახუნი გაოფლიანება თუ წარმოადგენს რისკ ფაქტორს აკნეს განვითარებისთვის ან გამწვავებისთვის. კი, ხო. აქაც irritatsiis გზა, აი წეღან რომ აღვნიშნეთ გადამეტებული პროდუქტები, ხო? აი ესეც არის irritatsiya, გაღიზიანება, ტრანსეპიდერმალური წყლის დაკარგვა და შემდგომში ანთების დონის მომატება. ხო, გაოფლიანებაც ცხადია, არის ჯერ irritatsiya, ანთების დონის გაზრდა, აკნეს გამწვავება, ასეთი გზა. კეთილი. აი ჰორმონულ აკნეს რომ მოუყაროთ თავი თუ მოუკრათ თავი, ხშირად გამიგია რომ აი პოსტმენოპაუზურად ქალებში თითქოს აი მენოპაუზის შემდგომ რაღაცა ადამიანთვის რომ თავისუფალი აკნესგან და აღარ ეს რამდენად ესეა თუ პირიქით შეიძლება იყოს ანუ აქ ხო იცვლება ესტროგენის გამომშრობა, პროგესტერონის გამომშრობა, ქვეითდება დონე ამ დროს თუ არის შესაძლებელი აკნეს განვითარება და თუ არის ადამიანი თავისუფალი პოსტმენოპაუზურად აკნესგან. უმეტეს შემთხვევაში კი ანუ პროცენტული მაჩვენებელი ამ ასაკში აკნეთი შეწუხებული პაციენტების არის ძალიან დაბალი. ნუ უიშვიათეს შემთხვევაში არსებობს ესეთი უფრო ერთეული ელემენტების სახით, იმიტომ რომ ამ დროს აი როგორც ტესტოსტერონის დონე ქვეითდება, ასევე ესტროგენის დონე და შეფარდებით ხდება ხოლმე ამ დროს, რომ მაინც ან რეცეპტორების მიმართ გრძნობელობა რჩება ისევ და საერთო დონე DHT-სა მაინც მაღალი რჩება დიჰიდროტესტოსტერონისა და სახეზე რო ვაკვირდებით ასაკში შესული ადამიანის ან პოსტმენოპაუზალური ასაკის თუნდაც ქალბატონის სახეს ხო ამ დროს აი გაფართოებულ ფორებს ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას ან უფრო სხვანაირ სახესღებულობს ამ დროს ძირითადად არის ნარჩენი აკნე პოსტაკნეს სახით გაფართოებული ფორები ტონუს დაკარგული აი და არა ისეთი ანთებადი ასე ვთქვათ ნაკლებად არის ხოლმე უფრო ანთებადი აკნე ამ კეთილი მოკლედ ჩვენს სვენელებს დამაყურებლებს შეგვიძლია უთხრათ რომ ეს აკნე ხო ინდივიდუალურია და მრავალი ფორმა არსებობს და ამასთან თვითონ ერთი ადამიანის აკნეს მიმდინარეობაც განსხვავებულია ცხოვრების წესიდან გამომდინარე, იმ რუტინიდან გამომდინარე, რასაც ის ყოველ რაღაცა იყენებს. ანუ ერთხელ დანიშნული მკურნალობა შემდგომი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ არის საკმარისი. ანუ ეს სეზონების მიხედვითაც ხო, მაგალითად ზამთარში კანი უფრო გამომშრალია, ზაფხულში პირიქით ნესტიანი რუტინას ცვლილება საჭიროებს. მოკლედ ეს აკნესკენ მიდრეკილი კანის მქონე ან აკნეს მქონე ადამიანები მუდმივად უნდა იყვნენ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, მე როგორც ხვდები, ხო ესეა. კი, დასაწყისში შესაძლოა ეს იყოს უფრო ხშირი ვიზიტი, სანამ პაციენტი თვითონაც გაერკვევა, შემდგომში იმდენად კარგად ერკვევა თავის დაავადებაში, რომ გარკვეული პერიოდი შეიძლება პაუზები აიღოს, მაგრამ რეკომენდაციების ქვეშ აუცილებლად. თვითონაც ახერხებს გარკვევას. თუ არის აი კანის მოვლის რუტინაში რაღაცა დიდი არაები, ასე ვთქვათ, რომელიც უნდა გაითვალისწინოს აი უნივერსალურად ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც აწუხებს აკნე რა, აი კონკრეტული აქტიური ნივთიერებების გამოყენება სახეზე ან ასე შემდეგ. არის გვაქვს ესეთი რაღაცა ინგრედიენტები, რომელიც აი კატეგორიულად არ შეიძლება ასე. კატეგორიულად უფრო მივდივართ, როგორ იცით, აი ოქროს წესები შეიძლება დავარქვათ, რომ მაგალითად აი სქელი ტექსტურის საშუალებებს ვერიდებით, სქელი კონსისტენციის, სქელ კრემებს, სქელ დამატენიანებელს, სქელ კოსმეტიკას, სქელ დამთავრებებს, ასევე სქელ მზის დამცავს კი, აი ძირითადად ოქროს წესი, რითიც შეიძლება ყველა პაციენტს უთხრათ, რომ ეს არის მსუბუქი ტექსტურის საშუალებები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და მოვერიდოთ უხეშ სქელ დამფარავებს და დამატენიანებლებს. ასევე აი მაგალითად კატასტროფა არის თუ ტოვებთ ჩამობანის გარეშე სახეს, იმიტომ რომ ნუ ერთდროულად ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს, როგორც დაგროვდეს მკვდარი უჯრედი, ასევე დაიხშოს ზედმეტად კიდევ ცხიმის გამოსასვლელი სადინარი, მოხდეს კიდევ უფრო მეტად აკნეს ბაქტერიის კოლონიზაცია. კარგი გასუფთავება ცდის ბოლოს არის აი ოქროს სტანდარტი აუცილებელი. კეთილი, აი ამ ნაწილში ეგრეთ წოდებული კოსმეტიკური აკნეც რო შემოვიტანო ჩვენ სასაუბრო თემად, რამდენად არის ეს კიდევ ისევ კვლავ აქტუალური და კლინიკური ერთეული, ხა მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ესე ვთქვათ, მძიმე heavy make-up-ს რო ეძახენ, მძიმე დეკორატიულ კოსმეტიკას ატარებენ სწორედ იმ აკნეს დასაფარად, რომელიც მე შემდეგ სწორედ ამ კოსმეტიკური საშუალებების გამო უმწვავდებათ.
ხო და აი აქ დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენების დროსაც იგივე წესები მოქმედებს, რომ რაღაცა არ იმანდრამე რომ ეს არ შეიძლება, ეს შეიძლება თუ მანდაც შესაძლებელია სწორი ოქროს შუალედის პოვნა. ეხლა უფრო ვუწოდებთ კოსმეტიკური საშუალებებით გამწვავებულ აკნეს. კი, ეხლა თავისთავად რო ვთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში და კატეგორიულად დამფარავი და კოსმეტიკური საშუალებები არ შეიძლება, ვერ ვიტყვით ასე, თუმცა აქაც იგივე ოქროს სტანდარტს მიუყვებით, უნდა იყოს თხელი ტექსტურა, სუბუქი დამფარავი საშუალებები და არა ესეთი მაგალითად სენდვიჩის ტიპის დამფარავები, რომელზეც თქვა დაიდი აქტიური სამკურნალო საშუალება და ზემოდან სქელი კოსმეტიკა კატეგორიულად დაუშვებელი არის. ეს რატო არის დაუშვებელი? ანუ ერთი ის რომ ქვეშ შეიძლება ისე ბარიერული ფუნქცია, ირიტაცია. ესე იგი ჯერ მოხდეს ირიტაციული კონტაქტური დერმატიტის განვითარება, გაღიზიანება, კი. შემდგომში მოხდეს ირიტაციის შემდეგ ანთების დონის მომატება, ანთების დონის მომატების შემდეგ ტრანსეპიდერმალური წყლის დაკარგვა და აკნეს გამწვავება. კეთილი. კოვიდმა ჩვენ გვაჩუკა კიდევ ერთი ახალი ტერმინი. მე მგონი კოვიდის დროს წარმოიშვა ეგრეთ წოდებული მასკნე, ხო? ეს სადაც სახის ნიღაბს ვითავსებთ იმ არეში, იმ ბანზე, ასე ვთქვათ, გამონაყარის განვითარება. ეს რა ფენომენია და გვაქვს თუ არა აქ რაიმე განსხვავებული მიდგომა სხვა ტიპის აკნესთან განსხვავებით? ამ დროს კი, ნამდვილად უკავშირდება იმ პანდემიის პერიოდს მასკნე მეც მახსოვს. ძირითადად იყო ხოლმე დაკავშირებული ოკლუზიასთან ეს ირიტაციულ კონტაქტურ დერმატიტთან და ოკლუზიასთან, ანუ ნიღბის ტარება, ჩახურება, თუ მით უმეტეს მის ქვეშ კოსმეტიკა ესვა ადამიანს ოკლუზია და აკნეს გამწვავება. ანუ როგორც კი სწორი მოვლა იწყებოდა პირბადის მოშორება, შემდგომში ბარიერული ფუნქციის აღდგენა, იმიტომ რომ აი მანდ მთავარი პრობლემა იყო, რომ ბარიერის აღდგენა სჭირდებოდა დრო. ხო, მერე იყო კიდევ რა იცით, ირთვებოდა ხოლმე არასწორად სტეროიდული კრემები სამართავად, ანუ ირიტაციის სამართავად ბევრი ადამიანი თვითნებურად ზოგი ექიმის დანიშნულებითაც არასწორად იყენებდა სტეროიდულ კრემებს, მაგალითად ჰიდროკორტიზონს ან მომეტაზონს და იწყებოდა ხოლმე პერიორალური დერმატიტი. პერიორალური დერმატიტი კი ხო, აი როგორც კი სტორმოვლაზე, ბარიერის აღდგენაზე გადავდიოდით, იმ აკნე წყდარდებოდა. მასკნე. მასკნე წყდარდებოდა. ხო, ნუ ესეც ანუ მართვად მდგომარეობა და ხო, აქ როგორც წესი ჩვენ ვერიდებით ხოლმე კონკრეტული მედიკამენტების დასახელებას, მაგრამ ეს მე ჩემს სამეგობროშიც აი ზოგადად აი კომენტარებში აი ხშირად წამეკითხავს სოციალურ ქსელებშიც, რომ თავისი რაღაცა მაღალი ეფექტურობის გამო სუბუქი აკნეს დროსაც ხშირად პირდაპირ ინიშნება ძლიერი სისტემური რეტინოიდები, მაგალითად იზოტრეტინოიდი, ხო? რასაც ბევრი გვერდითი მოვლენა შეიძლება ჰქონდეს თავის მხრივ. თუმცა ეს ხანდახან თითქოს იოლ გამოსავლად აღიქმება ხოლმე ექიმებისთვის, რომ რადგან შედეგი სწრაფად აქვს, თუმცა არის კატეგორია პაციენტების, რომელსაც აუტანლობა აქვს უბრალოდ და მერე აქვს პრეტენზია და ხშირ შემთხვევაში სამართლიანიც, რომ რატო არ დაიწყო ჩემი თერაპია აკნესი ეტაპობრივად, ანუ სუბუქი საშუალებებით, ანუ სუბუქი ტოპიკური, ანუ კანზე წასასვლელი რეტინოიდები და რატომ პირდაპირ ჩამაგდეთ ამ სისტემური მედიკამენტური თერაპიის გვაფში, ასე ვთქვათ. ეს რეალურად არის თუ არა პრობლემა, ეს კოლეგიალობა, რა თქმა უნდა, ყველა უნდა დავიცვათ და ასე შემდეგ, მაგრამ იწყება სუბუქი აკნეს მკურნალობა შეიძლება დაიწყოს სისტემური იზოტრეტინოიდით. ჩვენება ამ მედიკამენტის დანიშვნისა არის მძიმე აკნე. ან რეზისტენტული აკნე სხვა მკურნალობების მიმართ. ანუ პირველი ჩვენება არის მძიმე აკნე და ძალიან ეფექტური მედიკამენტია და უმეტეს შემთხვევაში მისი დანიშვნის შემდგომ არსებული რისკები არის გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე მისი ეფექტურობა, იმდენად ეფექტურია, რომ ძალიან უხშირ შემთხვევაში რისკებს აჭარბებს, თუმცა მისი ჩვენება არის მძიმე აკნე. ან რეზისტენტული აკნე, როგორც აღნიშნეთ, თქვა, დავნიშნეთ, ადგილობრივი საშუალებები არ იმუშავა,
ან აკნე, რომელიც ტოვებს კვალს, ნაწიბურებს, შეიძლება არ იყოს მრავლობითი, არ იყოს ძალიან ანთებადი, არ იყოს ბევრ ლოკალიზაციაზე, მაგრამ ტოვებდეს კვალს და დანაწიბურებას, რომელთან ბრძოლა შემდგომში გაცილებით უფრო რთულია, აი ამ ჩვენებითაც დაინიშნოს. რა თქმა უნდა, არის ცდუნება, რომ სწრაფი ეფექტი მიიღო, მით უმეტეს, როცა მომთხოვნია პაციენტი, უნდა სწრაფი შედეგი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიყვე პაციენტის მოთხოვნილებას, არამედ ანუ სწორედაც თქვენც აღნიშნეთ რა არის ექიმის როლი, ხო? იმაში, რომ იმოქმედო აუცილებლად საჭიროების მიხედვით, როდესაც არის საჭიროება აუცილებელი ჩვენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნო ეს მედიკამენტი, იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩინო, რომ პაციენტი ისე კარგად მოყვება და ადგილობრივი მკურნალობაც ისე კარგად გემორჩილება და ისე დრამატულად უმჯობესდება, თუნდაც ესეთი მსუბუქი ადგილობრივი მკურნალობით აკნეს მიმდინარეობა, რომ რატომ უნდა გამოიყენო მედიკამენტი, რომელიც არის დაკავშირებული გვერდით ეფექტებთან და ეს გვერდითი ეფექტები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ძალიან მსუბუქი. ცხადია. ხო? თქვათ შეიძლება აღნიშნოთ, რომ ყველაზე ხშირი პრინციპში შეიძლება იყოს მსუბუქი გვერდითი ეფექტი, მაგალითად ქსეროზი, ანუ კანის სიმშრალე. სიმშრალე შეიძლება იყოს გარკვეულ ლოკალიზებულ ბუნებში, მაგრამ შეიძლება იყოს გენერალიზებული გამოშრობა, მათ შორის თვალის, თლიანი სხეულის, ჰეილიტის სახით შეიძლება გვხვდებოდეს. ჰეილიტი ეს არის ტუჩების ირგვლივ კანის გამოშრობა, ტუჩის კუთხეების დასკდომა, ესეთი ძლიერ გამომშრალი და ნასკდომებიანი კანი, რომლის მოვლაც აუცილებელია რომ ვასწავლოთ ასევე პაციენტს, როდესაც ამ მედიკამენტზეა. შედარებით საშუალო სიმძიმის შეიძლება იყოს ლაბორატორიული ცვლილებები უკვე მაგალითად ღვიძლის ფუნქციების ცვლილება, ლიპიდური სპექტრის ცვლილება. ცხადია, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ გარდამავალი, არა ძალიან გამოხატული და არა ჩვენება რომ მედიკამენტი მოიხსნას, მაგრამ თვითნებური დაწყება, ან ის რომ მაგალითად შემეზობელს დაუნიშნეს, მოურჩინა და მოდი მეც დავიწყო. მით უმეტეს რომ დღესდღეობით დიდი შეზღუდვა თუნდაც ამ მედიკამენტის შეძენაზე მე ვერ ხედავ რომ იყოს, ანუ თავისუფლად შეიძლება მაგალითად მონდომებულმა ადამიანმა წავიდეს და შეიძინოს, ესეც არის გარკვეული პრობლემა, იმიტომ რომ განსაკუთრებით პატარა ასაკში, მოზარდობის ასაკში მაგალითად ძირითადად თქვათ ევროპის ქვეყნებში არის მკაცრად კონტროლირებადი, აი ორი დამოუკიდებელი დერმატოლოგის მიერ უნდა იყოს დანიშნული, რომ შემდგომში მოზარდმა შეძლოს შეძენა და თქვათ ამ დროს თვითნებური შეძენა და დაწყება მკურნალობის არის ყოველად დაუშვებელი. რა თქმა უნდა, ხო. და კიდე ძალიან სპეციფიკური უკუჩვენებები აქვს ამ სისტემური რეტინოიდების გამოყენებას, მათ შორის ორსულობის პერიოდში, ასე ვთქვათ, შემდეგ და ამიტომ ამ მედიკამენტის ხო თვითნებურად დანიშნა კატეგორიულად მიუღებელია. კეთილი აი ერთი ეტაპით რო გადავინაცვლოთ წინ ხანდახან მიუხედავად აკნეს ადეკვატური მკურნალობისა და მართვისა უკვალოდ აკნე არ ქრება და ტოვებს ან ლაქას ან ნაწიბურებს განსაკუთრებით როდესაც გვაქვს რაღაცა ჩირქოვანი კვანძოვანი მძიმე გამონაყარი, ხო? ამ შემთხვევაში არის თუ არა გამოსავალი, ანუ ესეც ხშირად შემოხვედრია სოციალურ ქსელებში, რომ არის რაღაცა პროცედურები ან ჩარევები ისეთი, რომლებიც სრულად აქრობს ნაწიბურს, ან სრულად აქრობს ლაქას. რეალურად როგორია პრაქტიკა, მოკლედ ეს მაინტერესებს. კი, აი როგორც აღნიშნეთ, მსუბუქი საშუალო და მძიმე, მსუბუქი შეიძლება რამოდენიმე კომედონი, საშუალო აკნე, როდესაც რამოდენიმე ანთება პაპულა და მძიმე, როცა მიდის აკნე ცისტების კვანძების სახით და გაწოვის სტადიაში ტოვებს ან გახანგრძლივებულ ჰიპერპიგმენტაციას, ანუ ესეთი მოიასამნის უფრო მოლურჯო ლაქებს ან მინუს ქსოვილს თავის ადგილზე, რომელიც ძალიან გახანგრძლივებული არის დროში. სრულად გაქრობა არასდროს არ უნდა შევპირდეთ პაციენტს, არ ხდება პრაქტიკულად განსაკუთრებით მინუს ქსოვილის სრულად გაქრობა კოსმეტიკური სამკურნალო პროცედურებით უიშვიათესია. ყოველ შემთხვევაში ამას პაციენტს არასდროს ამ იმედს არ ვაძლევთ, მაგრამ შეიძლება მოხდეს აი ყვითრი გაუმჯობესება, გასადავება, ფერის დაბრუნება. ეს ნამდვილად შეიძლება მოხდეს კოსმეტიკური პროცედურებით. კი, ისეც რომ მე შემდეგ დეკორატიული კოსმეტიკით სიტყვაზე უფრო ადვილად დაფარვადი. ნამდვილად, კი, აი ესეთი
მკვეთრი დრამატული გაუმჯობესება შეიძლება იყოს, მაგრამ სრული გაქრობა ეს მოლოდინი არ უნდა შეუქმნათ არავითარ შემთხვევაში კოსმეტიკური პროცედურები პაციენტს. კეთილი. და არის თუ არა რაღაც კონკრეტული პროცედურები, რომელიც აქაც კიდე არა კოლეგიალურობაზე მივდივარ, მაგრამ აი ჩვენი ვალია რომ პაციენტების დაბიერება ამაღოთ, აი ცრუ დაპირებების მიმცემი პროცედურები თუ ხდება ეს ქართულ რეალობაში. როგორ არ ხდება კი. თუმცა პაციენტებიც ძალიან მიხარია რომ მეტად განათლებულები არიან, მეც კითხულობენ, მეტ კითხვას სვამენ, ადრე არ სვამდნენ ამდენ კითხვებს და აუცილებელია. ამაზე ექიმების მხრიდან წუწუნი არ შეიძლება, ანუ რომ პრეტენზიული პაციენტი მოვიდა, ChatGPT-ს რაღაცები გითხრა, კარგია ხალხო, აბა ეს. ძალიან მიყვარს განათლებული პაციენტი და დისკუსია და ერთად არჩევა და პაციენტის ჩართვა მკურნალობაში. რაც შეეხება პროცედურებს, არის გარკვეული კოსმეტიკური პროცედურები, რომლის უკანაც მტკიცებითი მედიცინა დგას და გეუბნება, რომ ასეთი პროცედურები არის არჩევის პროცედურები პოსტაკნე ლაქებისა და ნაწიბურების მართვაში, მაგალითად CO2 კარბოქსილაზერი, ეგრეთ წოდებული აბლაციური ლაზერი, ასევე მაგალითად მიკრონიდლინგის პროცედურა რაც PRP თერაპიასთან ერთად თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა მიკრონიდლინგთან ერთად საშუალო ევიდენსი არ არის ძალიან მაღალი ევიდენსი, მყარი, მაგრამ ნამდვილად ხედავთ გაუმჯობესებას ხოლმე. როდესაც კოლაგენის სტიმულაცია მიდის და აკნეს ნაწიბურების გასადავება და ჰიპერპიგმენტაციის მკვეთრი შემცირება. დღევანდელ ეპიზოდში კომპანია PSP წარმოგვიდგენს კოდალის ვინოფიურის სალიცილის შრატს, რომელიც გახლავთ ფრანგული დერმოკოსმეტიკური პროდუქტი. შრატი განკუთვნილია ცხიმიანი და კომბინირებული აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. ის გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აკნეს დროს, ასევე პრევენციის ეტაპზე, თუმცა აკნეს მძიმე ფორმის შემთხვევაში იზოლირებულად მისი გამოყენება შეიძლება საკმარისი არ იყოს. პროდუქტი მოქმედებს შავ წერტილებზე, ანთებით ელემენტებზე, გაფართოებულ ფორებსა და ცხიმის ჭარბ გამომუშავებაზე. ასევე აუმჯობესებს კანის ტექსტურასაც. მისი ეფექტი განპირობებულია აქტიური ინგრედიენტებით, მაგალითად სალიცილის მჟავა ღრმად წმენს ფორებს და ამცირებს კომედონებს, ყურძნის პოლიფენოლები კი უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და ხელს უწყობს ცხიმის რეგულაციას. პროდუქტი არის არაკომედოგენური, ვეგანური და დერმატოლოგიურად შემოწმებული. მისი გამოყენების შედეგად მოსალოდნელია აკნეს ელემენტებისა და შავი წერტილების შემცირება, კანის ტექსტურის გაუმჯობესება, ცხიმის ბალანსის რეგულაცია და ასევე ფორების დაფარვა. ვისაც მშრალი ან გრძნობიარე კანი გაქვთ, უმჯობესია პროდუქტი სიფრთხილით გამოიყენოთ, რომ კანი არ გაღიზიანდეს და ასევე გახსოვდეთ, რომ აკნე არის სამედიცინო პრობლემა, რომლის მართვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. არსებობს რამოდენიმე ინგრედიენტი, რომელიც გარდა სამკურნალო პროდუქტებისა შეიძლება შედიოდეს მოვლის პროდუქტებშიც, იყოს მოვლის ინგრედიენტი, მაგრამ მის უკან იდგეს გარკვეული მტკიცებითი მედიცინა. ასეთი არის სალიცილის მჟავა. ბეტა-ჰიდროქსი მჟავებს მიეკუთვნება და ძირითადი მისი ეფექტი არის მკვდარი უჯრედების ნაზი მოშორება, ასევე არის ლიპოფილური, ანუ ცხიმში ხსნადი მჟავა არის და ესეთი ჭარბ ცხიმიანობს, ანუ სებორეგულაციას ახდენს. გამოყენების წესი შეიძლება იყოს დილასაც და საღამოსაც. ანუ არ გამოირჩევა გარკვეული ფოტოსენსიბილიზაციით, რომ ვთქვათ ავკრძალოთ დილით მისი გამოყენება. სუფთა სახეზე შეიძლება გამოვიყენოთ დამატენიანებელ კრემამდე მთელ სახეზე. ერთი რაც შეიძლება აღნიშნოთ, რომ თუ კი უკვე სამკურნალო პროდუქტებს იყენებს სხვა მჟავებს ან რეტინოიდებს პაციენტი, ასეთი აქტიური ინგრედიენტის შემცველი პროდუქტები სიფრთხილით უნდა ჩავრთოთ, თუნდაც იმ პროდუქტებისგან თავისუფალ დღეს. როდესაც ზედება არ მოხდება გადაფარვა ორი აქტიური ინგრედიენტის, ან აი ასე ვთქვათ, უფრო გამწვავება, გაძლიერება ეფექტისა და ირიტაცია. ან თანდათანობითი ეტაპობრივი ჩართვა მოხდეს და შეიძლება თუნდაც მონოპროდუქტათაც, როდესაც მსუბუქი აკნე გვაქვს, მოხდეს გამოყენება და ეფექტის მიღება. კეთილი. და ჩვენ მსმენელებს და მაყურებლებს უთხრათ, რომ ამ პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ PSP-ს აფთიაქებში, ადევნეთ თვალყური ონლაინ, ხშირად არის ხოლმე ფასდაკლებები და მოკლედ კარგი პროდუქტია, ბევრ ადამიანს დაეხმარება, დარწმუნებული ვარ. პაციენტის მხრიდან სხვათა შორის არის ხანდახან აი ბუნებრივ პროდუქტებზე მოთხოვნა. ბიოპროდუქტი არ გამორიცხავს იმას, რომ აუცილებლად არის მაგალითად არასდროს მასზე არ განვითარდება გაღიზიანება, ან არასდროს მასზე არ განვითარდება ალერგია. ამიტომ
ისიც ისევე სიფრთხილით, ისევ დამატენიანებელთან მონაცვლეობით, შეიძლება არა ყოველ დღე და დღე გამოშვებით, არა მშრალ სახის კანზე, არამედ უფრო ზედმეტად ცხიმიანზე, ესე ეტაპობრივად მოხდეს ჩართვა მოვლის რუტინაში. მაგა გადავიდეთ მომავლის დერმატოლოგიას და პირველი კითხვა, რომელიც მინდა დავსვა, აქ არის აკნეს საწინააღმდეგო ვაქცინა. რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული მიკროფლორა კანზე, ეს მიკრობიომი რაც გვაქვს, რაღაცა ბალანსი უნდა იყოს ხო ამ შემთხვევაში და ვაქცინა იმის განმაპირობებელიც იქნება, რომ კონკრეტული ბაქტერია, ამ შემთხვევაში ეს კუტი ბაქტერია, რაც ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, უბრალოდ აღარ ბრალდებოდეს ჩვენს მიკრობიომში, ანუ კანზე და შესაბამისად აღარ განვითარდეს აკნე ზოგადად. რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინი, რომ ერთ დღესაც გავიღვიძოთ და შეგვეძლოს ერთი აცრით და ვაქცინაციით თავი დავიზღვიოთ აკნესგან, აკნეს განვითარებისგან და თუ რეალისტურია ეს მოლოდინი, მაშინ შეიძლება თუ არა ამას ქონდეს რაიმე გვერდითი მოვლენები, მაგალითად კანის მიკროფლორის დარღვევით და ბალანსის დარღვევით და ასე შემდეგ. ძალიან მიჭირს წინასწარ, ანუ ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ნამდვილად ექსპერიმენტულია, ამჟამად რაიმე კლინიკური მნიშვნელობა და დატვირთვა არ გააჩნია. ასევე ვთქვათ, ვფიქრობ იმაზე, რომ აკნე არის ესეთი ბევრი მიმართულებით პროცესი, არ არის დაკავშირებული მარტო კუტი ბაქტერიასთან, აქვს იმდენი განმაპირობებელი ფაქტორი, ტრიგერი, ჰორმონალური, იმუნოლოგიური მიმართულებები, რომ აი მხოლოდ კუტი ბაქტერია აკნეს თუნდაც ზემოქმედების დათრგუნვა ძალიან მაეჭვებს სკეპტიკურად ვარ ამჟამად განწყობილი, თუმცა სურვილი ძალიან მაქვს, რომ ერთ დღესაც აღმოჩნდეს, რომ მართლა შეიძლება შეიქმნას აკნეს საწინააღმდეგო ვაქცინა. იმედი ვიქონიოთ, ხო, ისეთი რომელსაც გვერდით მოვლენები არ ექნება, ხო. ნუ პრინციპში გასაგებია, რომ მულტიფაქტორული პრობლემა ერთი ფაქტორის მოშორებით ვერ გადაწყდება. თუმცა თუ მაგალითად სიტყვაზე პაციენტების 10-15%-იც 100%-იანი ეფექტურობა ვნახეთ, რატომაც არა, ხო? იმიტომ რომ ეხლა ჩემ ფიქრში როცა მივდივარ, ეგეთი რეალობა მესახება, რომ ტყუილად ხო არ მუშაობს ეს ხალხი ამ აკნეს ვაქცინის შექმნა, ეს ეთყობა რაღაცა იმედს ამყარებენ, ხო? იმიტომ რომ იმ ბაქტერიის გამრავლების გარეშე, აი კონკრეტული ბაქტერია უფრო ხშირი არის ხოლმე ამ აკნეს, თორე აკნე შეიძლება სულად სოკოვანი გენეზის იყოს, ხო? ესეთი დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ ქონიათ პრაქტიკაში. კეთილი. რაც შეეხება იმუნოთერაპიას, მათ შორის კამპ ფაქტორზე მიმართული იმუნოთერაპია, აი რამდენად რეალისტური არის ამ ტიპის იმუნოთერაპია ახლო მომავალში, შეიძლება ესეც განწირული შეკითხვა ადაჯერულად დავაუბროთ, არ ვიცი. აი ეს მედიკამენტური, მოკლედ რისკენ მივდივარ, რომ მედიკამენტური მკურნალობის, რომელსაც გვერდითი მოვლენა ბევრი შეიძლება ქონდეს, რომელსაც უკვე ვილაპარაკეთ, ეს ეპოქა შეიძლება დასასრულისკენ მიდიოდეს და უფრო ტარგეტირებული თერაპიისკენ მივდიოდეთ მომავალში. ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, თუმცა ამაზე გადაჭრით დღესდღეობით რაიმე ესეთი აქტიური მოლოდინის გაჟღერება ნამდვილად არ შემიძლია. იმიტომ რომ ეს არის ესეთი ძალიან ადრეული ფაზის ექსპერიმენტული კვლევები, იმედი ვიქონიოთ, თუმცა დღესდღეობით ვერ ვიტყვით ვერაფერს გადაჭრით ამ მკურნალობაზე და ამ მიმართულებაზე. ხო. ასევე ძალიან ესე აქტიურად ვითარდება გენეტიკური მედიცინის მიმართულება და ეგრეთ წოდებული მცირე ინტერფერული RNM ტექნოლოგია, რომელიც მიმართული იქნება ცხიმის გამომყოფი ჯირკვლების გააქტიურების გენის გათიშვაზე და ესეც ერთ-ერთი საიმედო მოკლედ სამომავლოდ პერსპექტიული მიდგომაა, რომელსაც ალბათ, რა ვიცი, მალე დღის შუქს ნახავს, იმიტომ რომ აი ბოლო წლებს რო გადავხედოთ ამ მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიები ისეთ თემებზე გაიცემა, რომ ამ მიმართულებითაც ძალიან დიდ პროგრესს უნდა ველოდოთ ჩემი აზრით. კი, მეც ასე ვფიქრობ, ბოლო დროს ეს ძალიან აქტიურად არის ამ მიმართულებით კვლევები და ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში და იმედით განწყობილები. კი, მეც მაქვს იმედი, რომ რაღაცა დიდი ცვლილებები იქნება. ბოლო პერიოდში, აი ისევ რეტინოიდებს თუ დაუბრუნდებით, ერთი რაც შეიცვალა, რომ რადგან ყურადღება მიექცა ჯამურ დოზას, აი გვერდით ეფექტების შემცირება ახსენეთ, არის ძირითადად მიმართული ხოლმე არა ძალიან მაღალ დოზირებული რეტინოიდების დანიშვნა, არამედ შეტარებით დაბალ დოზირებული, რომელსაც ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ჯამური დოზა მაინც ისეთი მიიღება, რომ ეფექტი აქვს და ხანგრძლივ რემისიას იძლევა.
კეთილი. აი შედარებით ბოლოსკენ რო წავიდეთ, ესე თქვათ, რამდენიმე ბლიც კითხვა მაქვს, რომლის ნაწილი უკვე დავფარეთ ჩვენ და მაყურებლის კითხვებიც და შევეცადოთ, რომ აი ბლიც რეჟიმში რამდენიმე კითხვა გავიაროთ. ესეც ნაწილობრივ დავფარეთ, მგონი, როდის არის აკნესის ეტაპი, როცა ლოდინი უკვე დროის დაკარგვაა და მკურნალობა უნდა დაიწყოს. როდესაც კანზე გამონაყარი არის პერსისტენტული არ გადის, ან როდესაც მაგალითად ტოვებს ლაქებს. კეთილი. შესაძლებელია თუ არა რამდენიმე აქტიური პროდუქტის ერთად დაწყება, თუ უნდა მივყვეთ ეტაპობრივად. ჯობია მივყვეთ ეტაპობრივად, მონოპროდუქტით დავიწყოთ და ნელა-ნელა ჩავრთოთ სხვა აქტიური ინგრედიენტები. კეთილი. სიტყვაზე ამ აქტიური ინგრედიენტების ეს უკვე ჩემი კითხვა. აქტიური ინგრედიენტების ჩართვისას იგივე მოლოდინი გვაქვს, რაც აკნეს მკურნალობის შემთხვევაში, ანუ დრო ჭირდება სხვა აქტიური ინგრედიენტების გამოყენებისას კანის ტექსტურის რაც არის ჩვენი მიზანი იმის გაუმჯობესებას თუ აქაც იმიტომ რომ მინახავს ბევრი ადამიანი, რომელსაც დაიწყო რაღაც პროდუქტი და ეგ ერთ კვირაში მოხდა არა აქ ამას ჩემზე ეფექტი. ანუ დადებით შედეგს დიდი ხანი ჭირდება, პირველი მთავარი ყოველთვის რამდენად ბლიცში ჩავაწევ ვეცდები, არის ბალანსი, ექსფოლიაცია აღდგენას შორის. აი ეს არის ოქროს წესი. როდესაც იყენებს ექსფოლიანტს, ასევე მთელ აქცენტს ვაკეთებთ დატენიანებაზე და ასეთ შემთხვევაში უფრო სწრაფად მიდის ხოლმე პროცესი მკურნალობის და 6-8 კვირის შემდეგ გაუმჯობესებას აქტიური ინგრედიენტისა და დამატენიანებლის კომბინაციაში გამოყენებით უკვე ვიღებთ. დილის და საღამოს მოვლის რუტინა რეალურად უნდა განსხვავდებოდეს თუ ეს უფრო მარკეტინგული იდეაა? არ გარკვეულ შემთხვევაში ნამდვილად განსხვავდება, მაგალითად რეტინოიდს უპირატესად, ადგილობრივ რეტინოიდს, აი ადაპალენს მაგალითად აუცილებლად ნიშნავთ საღამოს საათებში და მაგალითად აკნეს ხაზიდან მზის დამცავს ყოველთვის ნიშნავთ დილის რუტინაში. აი ესეც უნდა მეკითხა, რამდენად მნიშვნელოვანია მზის განდაცვა აკნეს დროს. მე ხშირად გამიგია, რომ მზე პირიქით კაი არის აკნესთვის და ეს ხო მითია სინამდვილეში. კი, ნამდვილად მითია, ეს დამტკიცებულია რომ მითია, აქვს ხანმოკლე გამოშრობის ეფექტი კანზე, თუმცა გრძელვადიანად ზრდის ანთებით დონეს და ზრდის აკნეს შემდგომი ჰიპერპიგმენტაციის გაჩენის რისკს, ანუ ლაქების წარმოშობის და აკნეს გამწვავების რეალურად გრძელვადიანად. შეიძლება თუ არა კანის ხშირი დაბანა ამძიმებდეს აკნეს და სად არის ბალანსი სისუფთავებსა და გადაჭარბებას შორის? ნამდვილად შეიძლება ამძიმებდეს. არის პაციენტები, რომელსაც დღეში ერთხელ მხოლოდ დღის ბოლოს დაბანა სრულიად ყოფნის კანის კარგად გასუფთავებისთვის, ექსფოლიაციისთვის, მკვდარი უჯრედების მოცილებისთვის. არის მაგალითად პაციენტების ჯგუფი, რომელსაც ორჯერ დაბანა დილა-საღამოს ჭირდება. ნუ ორზე მეტი დაბანა უბრალოდ არ არის საჭირო, ზედმეტი ექსფოლიაცია. და აი პაციენტები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ითხოვენ ამ მეტ ექსფოლიაციას. ანუ დასაბანის საშუალება რომელიც ერთდროულად შეიცავს ექსფოლიანტს, მჟავას და მაგალითად ბენზოილ პეროქსიდს პლუს არის სკრაბის ფორმულირების, ხო? აუცილებლად გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და აკნეს გამწვავებას. კეთილი. ნიშნავს თუ არა ძვირი უკეთეს კანის მოვლის პროდუქტებში? არ ნიშნავს, არ ნამდვილად არ ნიშნავს. არ ვაქცევთ ფას ყურადღებას, ვაქცევთ ინგრედიენტებს და ვაქცევთ იმას თუ თქვათ რამდენად მეტი რაღაცა მტკიცებით მედიცინა დგას აი ამ ინგრედიენტების უკან. კეთილი, აი ეხა ინგრედიენტებს შეხედა, აი როგორ უნდა წაიკითხოს ეტიკეტი პაციენტმა ან ადამიანმა ისე, რომ რეალურად რამე გაიგოს და აი მისთვის საჭირო, იმიტომ იმდენი რაღაცაა წერია ხოლმე კონკრეტულ პროდუქტს, რომ ცოტა დამაბნეველი, აი რაზე უნდა კონდეს ყურადღება გამახვილებული, ასე თქვა. ალბათ უფრო თავის ხა რატო უცებ მე ჩემ დასმულ კითხვას პასუხს არ ვიძახი, ალბათ უფრო თავის კანის საჭიროებებიდან უნდა ამოვიდეს და იმ ინგრედიენტებს მიაქციოს ყურადღება, რაც ჭირდება და არ მოიხიბლოს მარკეტინგით, რომ ეს გაგიუმჯობესებს ამას იმას, რაც ჭირდება ალბათ. ან რაღაცა მარტო ქვეყანა არის კარგი, რომელიც აწარმოებს ან ბრენდი ან ხო, ესე ჩვენ ესეთი პირველი რეკომენდაცია რაც შეიძლება აკნეს მოვლის პროდუქტებზე გავცეთ, რომ რაც უფრო ესეთი არის მინიმალისტური ინგრედიენტები, არა პარფუმი, არა ბევრი კონსერვანტი, ხო, თუმცა კონსერვანტების გარკვეული რაოდენობა შენახვისთვის აუცილებელია. აი
უფრო პარფუმისგან თავისუფალი მინიმალისტური ინგრედიენტებით შემცველობით. ინგრედიენტები ხა აკნეს მოვლის პროდუქტებში, აი თქვა არის რაზე ვაქცევთ ყურადღებას, რომ თუ შეიცავს მაგალითად გარკვეულ მჟავებს, სალიცილის მჟავას, ნუშის მჟავას, აი თუ აღმდგენ პროდუქტებს ვაქცევთ ყურადღებას, შეიცავს ხოლმე სერამიდებს, შეიცავს პანთენოლს, აი ინგრედიენტები, რომელიც ბარიერის აღდგენასთან არის დაკავშირებული. აი არსებობს მაგალითად ინგრედიენტი ბენზოილპეროქსიდი, რომელიც აკნეს მოვლაში გარკვეულ ისეთ კარგ როლს ასრულებს, მაგრამ არის აუტანლობა კანის მიერ. ვერ იტანს კანი კანზე წასმულ და დატოվել ბენზოილპეროქსიდს იწვევს. თვალების შეშუპებას, პირის ირგვლივ კანის გაღიზიანებას, ლორწოვანის გაღიზიანებას, მაგრამ კარგი არის short contact თერაპიას ვეძახით, ეგრეთ წოდებული მოკლე კონტაქტის თერაპია. შეიძლება დასაბანში შედიოდეს და სულ 1 წუთით გაიჩეროს პაციენტმა დაბანის დროს და ძალიან კარგად იმოქმედოს აკნეზე, აიტანოს, ადვილად გადაიტანოს ზედმეტი ირიტაციის გარეშე. როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი პირველ კონსულტაციამდე ისე, რომ ასე თქვა დრო დაიზოგოს პირველი კონსულტაციის დროს, იმიტომ რომ შეზღუდულია ხო ეს დრო და უფრო ნაყოფიერი და ეფექტური გამოვიდეს პირველი ვიზიტი დერმატოლოგთან. ადამიანი, რომელსაც აწუხებს აკნე. როგორ შეიძლება მოემზადოს? ალბათ პირველი შეაგროვოს ინფორმაცია, წაიკითხოს თქვათ ინფორმაცია, თუ კი უკვე იცის დიაგნოზი, რომ მისი დიაგნოზი ნამდვილად აკნე არის, დარწმუნებულია ამაში, ანუ თუ აღენიშნება სახეზე შავი წერტილები, ანთებადი გამონაყარი, შეუძლია წინასწარ გარკვეული ინფორმაცია მოაგროვოს აკნეზე და კონკრეტული კითხვები დასვას. მოვლასთან დაკავშირებით, როგორი ფორმის აკნე აქვს აუცილებლად დასვას, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტი და მოვლის პროდუქტში ინგრედიენტი, რომ მისი აკნე იმართოს უფრო ესე სწორად, არა გადატვირთულად და არ იყოს მძიმე, თუნდაც მისი ყოველდღიური მოვლა და აკნეს მართვა. და ალბათ კარგი იქნებოდა, რომ სიაც მოეტანან იცოდეს ზეპირად რა პროდუქტებს მოიხმარს და როდის დღის რომელ ნაწილში და ასე შემდეგ. ესეც კი, რომ რამე შეცდომა არ გაიპაროს და უსმელი კითხვა არ დაარჩეს, შეიძლება ერთ მარტივ რაღაცა ჩვევაშიც იყოს საქმე, მაგალითად არის ხოლმე რომ აი მუდმივად ახურავს კეპი და აი კეპის ზოლთან ხდება აკნეს გამწვავება, ხო, აი რაღაცა ჩვევასთან ან რუტინასთან დაკავშირებული აკნეს გამწვავება შეიძლება იყოს. ეს მნიშვნელოვანი მინიშნებებია ექიმისთვის, რომ სწორად აღმოფხრას მერე ის მიაგნოს ამ კვალს აკნესი. ასევე შეიძლება ოქროს წესად გავცეთ ის, რომ აკნეს მკურნალობის დასაწყისში ყოველთვის ცოტა ნიშნავს ბევრს, არასოდეს ბევრით არ ვიწყებთ, არის ისეთი ინგლისური ტერმინი less is more. რაც უფრო ცოტა პროდუქტით იწყებ და რაც უფრო სწორი ინგრედიენტებით იწყებ, მით უფრო მარტივია რუტინა და მით უფრო კარგ ეფექტზე გადიხარ. თუ ერთხელ მოვიშორეთ აკნე, ალაგ და ბოლომდე ნიშნავს თუ არა ეს, რომ მისი რეციდივისგან მთელი ცხოვრება დაცულები ვართ. არ ნიშნავს სამწუხაროდ, არ ნიშნავს აკნე არის ქრონიკული დაავადება, შესაძლებელი არის რომ კიდე გამწვავდეს. კეთილი. მაკა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თუ რაიმე სხვა არ გაქვს დასამატებელი, შეგვიძლია ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დავემშვიდობოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ძალიან ინფორმატიული იყო ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც და მსმენელისთვისაც. თხოვ ჩვენს მაყურებლებს რომ დაგვიტოვონ კომენტარები, აუცილებლად გიპასუხებთ იმ თემებზე, რომლებიც შეიძლება დღეს ამ მოკლე პერიოდში ვერ დავფარეთ, იმიტომ რომ აკნე ამოუწურავი თემა არის, როგორც თავიდან თქვი, ძალიან კომპლექსური პრობლემაა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პოდკასტი გახლავთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.